მანგანუმის რეცხვის შედეგად დაბინძურებული მდინარე ყვირილა კიდევ უფრო ბინძურდება. პოლიეთილენის ბოთლებს, სიგარეტის კოლოფებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სანაგვე ურნების ნაცვლად ყვირილაშიც მრავლად შეხვდებით. ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარის სანაპიროს დასუფთავება მათ კომპეტენციაში არ შედის. ყვირილის სანაპიროს დასუფთავება ჩვენ სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. ამჟამად რა სამუშაოები მიმდინარეობს ყვირილის სანაპიროზე ამჟამად ჯებირების დასუფთავება მიმდინარეობს. ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მდინარის დაბინძურებას არ უარყოფს. ვალერი გაფრინდაშვილი მოსახლეობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ მუხლებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც მდინარისა და მისი სანაპიროს დაბინძურებისთვის სანქციებია გათვალისწინებული. ინდივიდუალურად პირი, თუ კი მდინარე ყვირილის დაბინძურება შეეცდება ნაღვით, დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარის ოდენობით. ეს ჩემგან არის გაფრთხილება ქალაქის მოსახლეობის, თხოვ ყველას დააბინძურებენ მდინარე ყვირილას, გვაქვს გასახული გეგმები, როგორ უნდა გამოვალნო და გამოვალენთ მათ და აი ეს გაფრთხილება იქნება ყველასთვის, რომ დაჯარიმდებიან ძალიან მკაცრად. ყვირილას სანაპიროზე მდებარე მაღაზიების გამყიდველები მათი მხრიდან მდინარის დაბინძურების ფაქტს უარყოფენ. სანაგვეში ურნაში ვყრეთ ნაგავს. ყვირილას არა, ჩვენ არა. ანუ ყვირილას მართლაც არ ეხება. ნაგავს აგერ ვაგროვებ და ყრი ურნაში. ჩემენი ნაგავით აქ არაფერი არ ბინძურდება. საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ყველას უნდა გააჩნდეს თავის კულტურა. უარ დაანაგვიანოს. ყველა უნდა მიხედოს ისევ თავის, დიდია თუ პატარა. ყველა ადამიანი უნდა იყოს იმ შეგნებაზე, რომ არ დაანაგვიანოს, სხვა აზრი რა არსებობს. მეტი არაფერი. თვითონ არ არსებობს სანაგვე ურნები, სადაც უნდა ჩაღაროთ და იგი არის სხვა რა არის. დანაგვიანებული და დაბინძურებული მდინარე მოქალაქეების აღშფოთებას იწვევს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ამ ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლოა სწორედ ამიტომ ხდება მდინარე ყვირილაში საყოფაცხოვრებო ნაგავი.